ჯუბა თქვენთან საუბარი დავიწყეთ პირველ რიგში რომ განმარტოთ რა მდგრადის გასტრონომია და შემდეგ მოვისმინოთ თქვენი შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი გასტრონომია საქართველოს როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით და თქვენ FAO საქართველოში რას საქმიანობს ამ მიმართულებით? დილამშვიდობის, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მინდა საზოგადოებას. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულად მდგრად გასტრონომიაზე ხდება ყურადღების გამახვილება, ხო ამ დღეებში აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით სწორედ მდგრადი გასტრონომიის დღე, რომელიც თავის მხრივ არ მხოლოდ თქვათ კულტურული თვითყოფადობის შენარჩუნების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, არამედ მას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური მნიშვნელობა. განსაკუთრებით თქვათ ისეთი საზოგადოებების და ზოგადად ისეთი სახელმწიფოების და ქვეყნებისთვის, სადაც არის შესაძლებლობა, რომ წარმოებული იქნას ნიშური პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებულად წარმოაჩენს თქვათ ქვეყანას, კონკრეტულ კუთხეს და ამ მხრივ საქართველო არის საკმაოდ განებივრებული, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ გასტრონომიის მთელ საემს სისტემაში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნიშური პროდუქტებით მოვამარაგოთ გასტრონომია და ნამდვილად თქვათ უნიკალური ქართული გემოთი დავამახსოვროთ მსოფლიო და თქვათ წარმოვჩინდეთ მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამ ყველაფერში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს სურსათის უნებლობა, რომელიც არის ყველას პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე ნიშური პროდუქტის წარმოების პროცესში აუცილებელია მათ შორის სურსათის უნებლობის კონტექსტის გათვალისწინება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არაერთი მიმართულებით მუშაობთ, ჩვენ სწორედ FAO ნიშური წარმოების ხარდასაჭერად არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის მაგალითად გეოგრაფიული აღნიშვნების კანონის მხარდაჭერა და ტექნიკურად მომზადება ამ პროცესის და რაც შეეხება სურსათის უნებლობას, ცხადია გვაქვს ერთ-ერთი მსხვილი პროგრამა მიმდინარე პარდის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ სწორედ წარმოებლებთან, რომ მათი პროდუქციის ხარისხი, წარმოებული პროდუქციის ხარისხი და სტანდარტი გაიზარდოს და ამით უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა, იმიტომ რომ რამდენადაც თქვათ მომხიბლელად არ უნდა გამოიყურებოდეს თქვათ ზოგადად გასტრონომიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტი, თუნდაც ნიშურ პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხი, სურსათის უნებლობა ეს არის პირველ რიგში გასათვალისწინებელი, რამე თუ ის განსაზღვროს ადამიანის ჯანმრთელობას და ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობას. ამავე დროს ბუნებრივად თქვენ ახსენეთ სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტიც და რა თქმა უნდა, მათ შორის სურსათის წარმოება, თქვათ, ყველა ჯაჭვის, თქვათ, მიწოდების და გადამუშავების ყველა პროცესში ბუნებრივია, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მნიშვნელოვანია, რომ იწარმოებოდეს სურსათი მდგრადად. მაქსიმალურად მდგრადად წარმოება კი გულისხმობს, რომ სწორედ სურსათის სისტემების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც FAO განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, მაქსიმალურად რაციონალურად მოხდეს როგორც სურსათის წარმოება, ასევე მოხმარება. შემცირდეს სურსათის დანაკარგი და ასე იგი ჭარბი სურსათი არ გადაიქცეს ნარჩენად, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, შემდეგ ეს უკვე თავის ზეგავლენას ახდენს სადგური აირების წარმოქმნაზე და შესაბამისად ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება, მე ვიტყოდი შეუძლებელიც მდგრადი სასურსათო სისტემების განვითარება, მდგრადი გასტრონომიაზე მუშაობა. აი თქვენ წარმოადგენთ კერძო სექტორს, თქვენ წარმოადგენთ სტარტაპს, რომელიც 2018 წელს სტამბის პირველი ექსკლუზიური ვერტიკალური ფერმა, ხო? აი გვიანბეთ თქვენ შესახებ. და აქვე გითხავდით თქვენს, აი თქვენი საქმიანობა, როგორ ეხმიანება თქვენ მდგრადი გასტრონომიის პრინციპებს.
მადლობა მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა რომ ამ თემას შეეხეთ და მე დამპატიჟეთ ამაზე სასაუბროდ. 2018 წელს ტამბაში Space Farms-ი პირველი ვერტიკალური ფერმა გაიხსნა, რაც დღეს 2025 წლამდე და ასევე აგრძელებს მუშაობას სტაბილურად და ყოველდღიურად აწვდის სტამბას, ესე ვთქვათ, ცოცხალ, იქვე გაზრდილ ბოსტნეულს. შემდეგ უკვე ეს უკვე სტარტაპი აღარ არის, ეხლა ახალი სტარტაპი მაქვს, ეს მოდულარული ფერმები, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მდგრადი გასტრონომიის მხრივ, იმიტომ რომ პატარა ფერმები მოდულარული სხვადასხვა რესტორნებში ესე ვთქვათ განთავსებულია და იქვე მომხმარებლის თვალწინ გამჭვირვალედ იზრდება სუფთა პროდუქტი და იქვე ხდება მოხმარება ამ ბოსტნეულის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ ბოსტნეულის ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე გარემოზე ვზრუნავთ თვითონ გარშემო. ანუ არ იხმარება პესტიციდები, წყლის მოხმარება არის მინიმალურამდე დასული, ფაქტიურად თვის მანძილზე თვითონ მოდულარული ფერმა 80 ლიტრ წყალს მოიხმარს, ასევე დენის ელექტროობა, ერთი მოდულარული ფერმა დაახლოებით საქართველოში 35 ლარის ფარგლებში მოიხმარს დენის. ეს რაც ნიშნავს, რომ ძალიან მდგრადია თვითონ პროდუქტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითონ წარმოებული ბოსტნეული არის ძალიან მაღალი ხარისხის, სადაც დაცული არის ეს მაკრო-მიკრო ელემენტები, სადაც არის ჯანსაღი პროდუქტი და შენ იცი, რომ მომხმარებელი იღებს ნამდვილად სუფთა პროდუქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და თქვენ იყენებთ ჭკვიან ტექნოლოგიას, ხო სწორედ ვამბობ ამას, რომელიც ანუ თქვენ წეგან ისაუბრეთ, რომ აი სურსათის უვნებლობის კუთხით ეს ჭკვიანი ტექნოლოგია აკეთებს მნიშვნელოვან საქმეს. დიახ, ანუ ინტეგრირება თანამედროვე ტექნოლოგიების სასათბურე მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმით რომ შენ უკვე აკონტროლებ იმ მნიშვნელოვან ესე ვთქვათ აი ვთქვათ მჟავას, საკვებს დანამატებს, ტემპერატურას, ტენიანობას, ეს ყველაფერი რომ გააკონტროლო და კონდეს სტაბილურად მაღალი ხარისხის ბოსტნეული, აუცილებელია რომ დანერგო ჭკვიანი ტექნოლოგიები და ინტეგრირება გაუკეთო სათბურში ამ ტექნოლოგიების. ასევე ჩვენი ყველა ფერმა არის ამ სენსორებით და ტექნოლოგიებით ინტეგრირებული, რაც ჩვენ სტაბილურობას გვაძლევს და იმას რომ მომხმარებელი ყოველთვის მიიღებს ზუსტად იმ დროს იმ მაღალი ხარისხის პროდუქტს. და მომხმარებლების მხრიდანაც არის ნდობის ფაქტორი ძალიან იზრდება, იმიტომ რომ მათ თვალწინ იზრდება ეს. და როდესაც მომხმარებელი ხედავს, რომ მის თვალწინ იზრდება გამჭვირვალე გარემოში სუფთა ვთქვათ და ბაზილიკი ან რომელიმე სხვა სალათის ფურცელი, ძალიან მაღალი ნდობის ფაქტორი არის ამ ტექნოლოგიებისადმი და ასევე შენთვის როგორც ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ეს ბიზნესი უკვე ზრუნავს არა მხოლოდ მომხმარებელზე და ეკოლოგიაზე, ასევე თვითონ პროდუქტზე, ხო, რომ იყოს ჯანმრთელი. აი თუსესთან ვისაუბრეთ უკვე სურსათის უვნებლობაზე და მე მინდა კითხოთ თქვენი შეფასებით რამდენად შესაბამისობაშია ევრორეგულაციებთან სურსათის უსაფრთხოების კუთხით და უვნებლობის კუთხით საქართველოს და რა გამოწვევები არის ამ პროცესში? აი რა თუსე ძალიან კარგად გაუსვა ხაზი ეკოლოგიურ კონტექსტს წარმოების პროდუქციის და მომხმარებლის ნდობას, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მაქსიმალურად სუფთა ეკოლოგიურ გარემოში იზრდება მცენარე და შესაბამისად ეს საბოლოო ჯამში უკვე უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას. რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც ჩვენ მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს აღებული, მათ შორის კანონმდებლობის დაახლოების თვალსაზრისით, ამავე დროს ის პროგრესი, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს, ზოგადად სურსათის სისტემების გაძლიერების და ზოგადად განვითარების კუთხით ბუნებრივია ამ ყველაფერს სჭირდება გაგრძელება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩვენ ვაკვირდებით პროგრესს სურსათის კონტროლის სისტემების გაძლიერების მიმართულებით, ინსპექტირება, კონტროლი, როდესაც უკვე უვნებლობა ხდება მომხმარებელთა ცნობიერების დონეზე პრიორიტეტი, იგივე თქვათ პროდუქტზე დატანილი იმ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის მნიშვნელობა და ზოგადად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, ცნობიერება ვხედავთ, რომ არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანია და ეს საბოლოო ჯამში განსაზღვრავს უკვე სურსათის უნებლობას ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სურსათის უნებლობა ეს არის ყველას პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ან კერძო სექტორის, მაგალითად, წარმოებლის პასუხისმგებლობა, ეს არის მათ შორის მომხმარებლის პასუხისმგებლობაც და ამ თვალსაზრისით ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რომ თქვათ გამოიყენოს ის გამოცდილება და უკვე პროგრესი, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს, ჩვენ ახლახანს ჩვენი FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით მიღებული იქნა სურსათის უნებლობის სტრატეგიული დოკუმენტი 2025-2028 წლის ხედვით, რაც განსაკუთრებით ხაზს უსვამს მაგალითად რისკის შეფასებას, სურსათის უნებლობაში, რისკის მართვას, რისკის კომუნიკაციას, ასევე თანამშრომლობას მეცნიერებასთან და აქედან გამომდინარე მაქსიმალური ძალისხმევა არის გაღებული იმისთვის, რომ სურსათის უნებლობის სისტემები ქვეყანაში მაქსიმალურად გამართულად მუშაობდეს, რომ ამან ერთის მხრივ წარმოებას და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას შეუწყოს ხელი და მეორეს მხრივ დაცული იყოს, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ჯანმრთელობა. ამგვარად ჩვენ ვაკვირდებით და ვადასტურებთ, რომ პროგრესი სურსათის უნებლობის სექტორში ცალსახად სახეზეა, მათ შორის ის კანონმდებლობის გაუმჯობესების და დახვეწის პროცესიც, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია ვერ განხორციელდება მხოლოდ ერთი პასუხისმგებელი მოთამაშის, ასე ვთქვათ, მიერ, აქ არის ყველასთან პასუხისმგებლობა, მათ შორის მომხმარებლების, კერძო სექტორის და ასე შემდეგ. თქმა უნდა და აქვე უნდა აღინიშნოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და მოდი აი თანამშრომლობის ნაწილზე გადავიდეთ, აი FAO საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი თანამშრომლობენ მიმდინარე წელს კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფარგლებში. აი რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა და თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინიციატივები ცნობიერების გაზრდისთვის მათ შორის და აი კერძო სექტორის უფრო აქტიური მობილიზებისთვის, რომ იღწეოდნენ მდგრადი განვითარება. მე მინდა დავადასტურო ჩვენი, რა თქმა უნდა, მზაობას და კმაყოფილება მათ შორის აი ამ ინიციატივის ხარდასაჭერად, რამდენადაც ჩვენ გვერგოწილად ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, რომ ვიმუშაოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მეორე მიზნის გარშემო, ნულოვანი შიმშილი და აქ გამოვავლინოთ თქვათ ის ინიციატივები, რომელიც კერძო სექტორიდან შეიძლება იყოს სამოსული, რომელიც კონტრიბუცია შეიძლება გაუკეთოს შიმშილის შემცირებას და ამგვარად ჩვენ როგორც თქვათ ჟიურის წევრები აი ამ როლი და ფუნქციით დიდი მოლოდინი გვაქვს იმდენად რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა კერძო სექტორის საქართველოში არის საკმაოდ მზარდი და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი ინტერესი არის გამოხატული კერძო სექტორის მხრიდან, განსაკუთრებით თქვათ ეს აგროსასურსათო სექტორში მომუშავე კერძო სექტორის მხრიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, მაგალითად სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის ბანკის მიმართულებით და ჩვენ აქ თავშივე ხაზგასმით ვთქვით, რომ ამხელა ინტერესი იქნა გამოხატული მაგალითად რიტეილ სექტორის მხრიდან, ხორეკა სექტორის მხრიდან. ამგვარად ეს გვაიმედებს და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მათ შორის აი შიმშილის აღმოფხვრვის მიმართულებით კომპანიების ცნობიერება და თქვათ ზოგადად ხედვები მიმართულია იქითკენ, რომ მათ გარდა იმ კომერციული ინტერესებისა, მათ შორის მხარი დაუჭირონ თქვათ სოციალური პასუხისმგებლობის ზრდის. ტუსია, თქვენს კითხავთ აუცილებლად ცოტა დრო გრჩება სამწუხარო და Space Farms Bots-ი მონაწილეობდა ამ კონკურსში გასულ წელს. ძალიან საინტერესო აპლიკაცია იყო თქვენგან შემოსული. აი თქვენს კითხავთ ამ ასეთი ტიპის კონკურსების მნიშვნელობაზე, ზოგადად ტიპის პლატფორმების და თქვენთვის რა როლს ასრულებს კორპორაციული მდგრადობა ამ კუთხით რო გითხრათ? ჩემთვის კომპანიისთვის ვფიქრობ, რომ ეს არის, როდესაც იღებ მონაწილეობას და თქვა და თუ ამას აღნიშნავენ, ეს არის რომ სწორ გზაზე მივდივარ და რაღაცა სწორს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გასტრონომიულ სასურსათო მიმართულებით მდგრადი განვითარებას ხელს ვუწყობთ. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც სტიმულივით არის მიღება მონაწილეობის. ასეა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს სასაუბრო ძალიან ბევრი უბრალოდ დრო არ გვეყავს სამწუხაროდ, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებლისთვის და მომავალ კვირას შევხვდებით.
თამარ, მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მსჯელობისთვის. თამარ ღუნაშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. ჩვენი რუბრიკის ფარგლებში მას პინძლობდა საქმე ინდილას სტუდიაში ჯუბა მარუაშვილს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროს მრჩეველს და ასევე დუსია ღარიბაშვილი იყო ჩვენთან ერთად Space Farms Foods-ის დამფუძნებელი.